კიდევ ერთი შესამჩნევი და შედეგიანი ღამე უკრაინული შორეული ავიაციისთვის. 21 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა კვლავ ფართო დიაპაზონით დაარტყეს მტერს. მოსკოვის ოლქიდან და ლიპეცკიდან ლენინგრადისა და როსტოვის ოლქებამდე. მოსკოვი მეხუთე ღამეა ზედიზედ სირენების ხმაზე ირყევა და აეროპორტებს ხურავს. ლიპეცკში კი თბოელექტროსადგურსა და მეტალურგიულ ქარხანასთან მდებარე სამრეწველო ზონა იწვის. რუსეთის უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის Wildberries-ის სათყობები ისე იწვის, რომ ზარალი უკვე მილიარდობით დოლარს აღწევს. პრესვიხილავ რუსეთის ღამით მომხდარი თავდასხმების სრულ მიმოხილვას. იქ ამ ღამით ძალიან საინტერესო იყო. მოდით დავიწყოთ. ერთად დავთვლით, რამდენად გავაღარიბეთ რუსები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ Wildberries-ზე განხორციელებულმა დარტყმებმა უკვე რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა. და მოდით შევხედოთ მთლიან სურათს. აქ რუსებისთვის მდგომარეობა რთულია, ჩვენთვის კი ძალიან მარტივი. რუსეთს უსაფრთხო ზურგი აღარ აქვს და ამას უკვე თავადაც აღიარებენ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ, ამიტომ პირადად მადლობელი ვიქნები თქვენი გამომწერისთვის. მინდა ეს გამოშვება დავიწყო მოკლე ვიდეოთი, რომელიც გამომწერება მომწერეს ჩემს Telegram არხზე Pechi News. მისი ბული სხვათა შორის მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, გადადიct და გამოიწერეთ. ეს ვიდეო არჩევნებს რამდენად მოწყვეტილები არიან რუსები რეალობას. ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ხდება საერთოდ და მათთვის ჯერ კიდევ ციტატა თითქოს ომია. ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, რომ საშიშია, მართლა საშიშია. ღამით ყველა შეხდა, ვერა მიხვდა რა ხდებოდა. იფიქრეს, რომ უკვე ომი დაიწყო. ყველა შეშინდა. აბა, ეს რა არის? რა მიზეზით? რისთვის შემოფრინდნენ აქ? რა უნდათ ელექტროსტალში? ეს ხომ წარმოუდგენელია. აქვე ქალაქია ახლოს. შეიძლება ასე აფეთქება. ეს ხო ხალხია. დააფრთხე ისინი. როგორ რეაგირებდით, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა? უბრალოდ საშიშია. მართლა თითქოს ომია. ამიტომ ვერაფერს იტყვი. არის თუ არა რაიმე იმედი მომავლისთვის, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება. თუ უნდა შევეგუოთ ასეთ დაძაბულობაში ცხოვრებას. არა, ყველა ამბობდა, რომ 28 წელს ეს ყველაფერი დასრულდება. ველოდებით. 28 წელს. თავდაპირველად, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ყველა ამბობდა, ამიტომ ვეჩვევით. აბა რა უნდა ვქნათ? ის ბიჭები, რომლებიც საერთოდ იქ არიან, ზონაში, კიდევ უფრო უჭირთ. ვერ ვიგებ, რატო ხდება ეს, თუ გულწრფელად თქვათ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მაქვს, თანაც რამდენიმე და სერიოზულ სამსახურში მუშაობდი. ჩემთვის ეს ძალიან რთულია. არ ვიცოდი რა უნდა გასუნდა გამეკეთებინა და ასე დაბნეულობაში ვიყავი. მე უკვე ბერჯერ მომისმენია, რომ მთელი მოსკოვის შემოგარენი იწვის. მაგრამ თავად არ გინახავთ, ხო, მანამდე? მე აივნიდან ხედავდი ამ ყველაფერ ხანძრებს. ეხლა კი მთავარზე გადავიდეთ. დავიწყებ მოსკოვის ოლქით. ეხლა იქ არის ჩვენი შორი მოქმედების მთავარი ფრონტი. მტრის დედაქალაქის რეგიონზე დარტყმების ტალღა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. და რუსეთის უმსხვილესი ონლაინ რიტეილერის Wildberries-ის საწყობი კომპლექსები ბოლო ღამეების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. და ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან ამ ჰაბებით ხდება როგორც მომარაგება, ასევე ლოგისტიკა, რაზეც დგას უკანა ხაზის ეკონომიკა, რომელიც ამ ომს გვებავს. აი ეს. როცა რუსებმა დაიწყეს წუწუნი სოციალურ ქსელებში, რომ თითქოს მილიონობით რუბლის საქონელი დამეწვა, არავინ არაფერს მიბრუნებს. რატომ დაარტყეს უკრაინელებმა საწყობებს, მე ხომ საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს ომთან. ნახეთ, ყველაფერი ძალიან მარტივია. როცა ამ საქონელს ხიდით, მინიმუმ გადასახადებს მაინც გადაიხდიდით, რომელსაც შემდეგ პუტინი გამოიყენებდა ომში უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად ლოგიკურია. გარდა ამისა, ეს მარკეტპლეისი ღიად რეკლამირებდა თავის პლატფორმაზე დრონების გაყიდვას ოკუპანტის არმიისთვის. ამ დრონებისთვის ოპტიკურ ბოჭკოს, სხვადასხვა საბრძოლო მასალეს ჩამოსაგდებ სისტემებს, სამხედრო ფორმას და კიდევ უამრავ სამხედრო აღჭურვობას. მაგრამ აქ თანმიმდევრობით შევაგროვებ, რას დაარტყეს მოსკოვის ოლქში ბოლო დღეებში, რომ მასშტაბი კარგად გამოჩნდეს. უკრაინულმა დრონებმა წარმატებით იმუშავეს Wildberries-ის ლოგისტიკურ ჰაბზე ელექტროსტალში. ეს მოხდა მოსკოვის აღმოსავლეთით. იქ ისეთი კვამლის სვეტი იდგა, ნახევარწას ფარავდა. დარტყმა განხორციელდა Wildberries-ის საწყობზე მოსკოვის მახლობლად კალედინოში, პოდოლსკის სამხრეთით.
რუსები, რომლებიც მოვლენ და დაიწყებენ იმის თქმას, რომ არასწორად დავაკანე მახვილი, პირდაპირ გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს, როგორ ეწოდება რაიმე დასახლებას რუსეთის ჭაობებში. და რომ არ არსებობდნენ, მხოლოდ გამიხარდებოდა. პოდოლსკშივე, ლვოვსკის მიკრორაიონში, წამით წარმოიდგინეთ, დრონებმა ნავთობაზა დაანთეს. სინამდვილეში ერთ ღამეში მოსკოვის შემოგარენში ხანძრის 5 კერა დაითვალეს. დაიჭო ასევე დიდი ლოგისტიკური ცენტრი ინდუსტრიულ პარკში, სამხრეთის კარიბჭე, დომოდედოოს ოლქში. კომპლექსი, რომლის ფართობი 650.000 კვადრატულ მეტია. ეს საერთოდ ცალკე დეტალია, რომელიც ამ მიზანს განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. როგორც სააგენტოს გამოცემამ გაარკვია, კომპლექსის სამხრეთის კარიბჭე პირდაპირ არის დაკავშირებული პონტთან, ტალანტი და წარმატება. მის დამფუძნებლად ვიოლონჩელისტი ითვლება. ვიოლონჩელისტი სერგეი რალდუგინი. ეს ვლადიმირ პუტინის პირადი საფულე და ახლო მეგობარია. ამ ფონდის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე თავად ვლადიმირ პუტინია. ანუ უკრაინული დრონები პირდაპირ იმ ქონებას დაესხნენ თავს, რომელიც რუსეთის დიქტატორის უახლოეს გარემოცვაზეა მიბმული. 21 ივლისის ღამეს ლიპეცკსაც სერიოზულად დაარტყა. იქ ღამით ორჯერ გამოაცხადეს სარაკეტო და დრონების საფრთხე. ანუ მტერი არ იძინებდა და ყოველი სირენის ხმაზე შეკრთებოდა. სიგნალების შემდეგ ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, ხოლო სამრეწველო ზონაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ოსინთემისა და მონიტორინგის არხების მონაცემებით ხანძარი იყო მეორე თბოელექტროცენტრალის და ნოულიპეცკის მეტალურგიული კომბინატის რაიონში. ხანძრის ფართობი დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრია. ლიპეცკის ოლქის ხელმძღვანელი იგორ არტამონოვი იძულებული გახდა დაედასტურებინა მასშტაბური ხანძარი, როგორც თავად ამბობს, საწარმოო ობიექტების ტერიტორიაზე. ეს ისეთი ბუნდოვანი ფორმულირებაა, რომლითაც ისინი ჩვეულებრივ მალავენ რეალურ მიზნებს. მაგრამ აქ მიზანი საკმაოდ სოლიდურია. უკრაინული მონაცემებით დარტმის ქვეშ მოხდა ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ნოულიპეცკის მეტალურგიულ კომბინატთან. ანუ საწარმოთ, რომელიც აწვდის ფოლადს, მათ შორის სამხედრო მრეწველობისთვისაც. ანუ იწვის ის, რისგანაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ იარაღს ამზადებს. ხოლო თბოელექტროსადგური ორი თავის მხრივ ქალაქს სითბოს აწვდის. ამიტომ რუსები შეეჩვიან ცხოვრებას ისე, როგორც ისინი აიძულებენ უკრაინელებს იცხოვრონ, რომლებსაც წლები ეტოვებენ სინათლისა და სითბოს გარეშე უკრაინული ენერგეტიკის დაბომბვით. აი ბოლოს და ბოლოს ამ რუსებმა იგრძნონ, რას ნიშნავს ეს. მაგრამ როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, ისინი სრულიად მოწყვეტილები არიან რეალობას. საერთოდ ვერ ხვდებიან რა ხდება. განსაკუთრებით ეს ბებია. ბებიამ გამამხიარულა, რომელიც ამბობს: რა და როგორ არის ეს? ჭკუაზე ხართ. აქ ხომ ადამიანები ცხოვრობენ და თქვენ უშვებთ ამ უპილოტოებს. რას აკეთებთ? რას აკეთებთ? მე რა თქმა უნდა ესეთ აქცენტს ვერ გავაკეთებ, მაგრამ აზრი ხომ გაიგეთ. და პარალელურად რუსული მედიის ინფორმაციით, განგაშის გამოცხადების შემდეგ ლიპეცკთან მდებარე სამრეწველო ზონაში და ლენინგრადის ოლქის ინდუსტრიულ პარკში ცეცხლი გაუჩნდა. სხვათა შორის ჩვენი უკრაინული დრონები საკმაოდ ფართოდ მუშაობდნენ. სამხრეთიდან პირდაპირ პეტერბურგამდე, 100 კილომეტრის მანძილზე, ერთმანეთისგან დაშორებით. მოკლედ, ურთყამდნენ ისე, რომ ყველგან დაენთო. და კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი, მოსკოვი დრონებისგან უკვე მეხუთე ღამეა იცავს თავს. მოსკოვის მერმა სობიანინმა ჩვეულებრივად განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ყველაფერი ჩამოაგდო დედაქალაქის მისადგომებთან. მაგრამ მათი ცნობების დაჯერებას აზრი არ აქვს. თუმცა ერთ ფაქტს დამალო მაინც ვერ შეძლეს. დომოდედოოს და ჟუკოვსკის აეროპორტები ისევ გაჩერდა. ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა. და ყოველი ასეთი ღამე ნიშნავს პარალიზებულ საავიაციო კვანძს, ორგანიზებულ რეისებს. და თვალსაჩინო შეხსენება მოსკოველებისთვის, რომ ომი, რომელსაც ისინი უჭერდნენ მხარს, მათამდეც მივიდა. ხოლო ჩვენ შემდეგ ვიღებთ სოციალურ ქსელებში ამ ტირილიანი რუსების სახეებს აეროპორტებში. ეხლა კი ისინი აფეთქებებისგან დერეფნებში კანკალებენ. მოფრინდა როსტოვის ოლქშიც. სოფელ კამენოლომნიში დრონის ნამსხვრევებისგან რკინიგზის სადგურის სახურავი დაიწვა. მაგრამ უფრო საინტერესოა შედეგები მათი ლოგისტიკისთვის. მაშ, რუსეთის რკინიგზის მონაცემებით. რკინიგზის ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური სახანძრო მატარებელი დასჭირდათ. ეს მასშტაბებზე მეტყველებს. საბოლოოდ კი 26 სამგზავრო მატარებელი გაჩერდა 4-დან 4.5 საათამდე დაგვიანებით. ფრონები ასევე მოქმედებდნენ ნოოშახტინსკის, შახტებისა და ნოოჩერკასკის თავზე. რკინიგზა მაინც სისხლძარღვთა სისტემაა, რომლის მეშვეობითაც მტერი ფრონტზე ტექნიკას, საბრძოლო მასალებსა და საზარბაზნე ხორცს გადახავს. ხვდებოდი იმ რუსებს, რომლებიც წმინდა უკრაინულ მიწაზე შემოდიან. მით უმეტეს როსტოვის ოლქზე დარტყმა სრულიად გამართლებულია, რადგან იქიდან უკრაინამდე სულ ახლო.
ეხლა კი მოდით ცალკე ვილაპარაკოთ ფულზე. ის ზარალი, რომელსაც ის რუსები იღებენ, რომელიც ასე ომლებით ასე აქტიურად უჭერენ ხარს ომს, ან ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ხდება საერთოდ. გახსენეთ, Wildberries არის რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისი. მისი ლოგისტიკური ცენტრები გიგანტური საწყობებია, რომლებიც საქონელთაა სავსე. სწორედ მასზე ვისაუბრებთ. როდესაც ჰაბი, რომლის ფართობი 100,000 კვადრატული მეტრია, იწვის, ზარალი ერთდროულად რამდენიმე ნაწილად ითვლება. დამწვარი საქონელი თვითონ შენობა აღჭურვილობით, ჩაშლილი მიწოდებები და გაჩერება. ესეც ზარალია. და საინტერესოა, რომ თვითონ დაიწყეს უკვე არა მხოლოდ რუსებმა, არამედ თვითონ კომპანიამ, Wildberries-მაც. კომპანიის Wildberries-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ტატიანა კიმმა ეს რუსეთისთვის და მთელი კომპანიისთვის საშინელ ღამედ დაასახელა. აბა როგორ არ იქნება საშინელი, როცა შენი საწყობები ერთი მეორეს მიყოლებით უბრალოდ ჩირაღდნებად იქცევა. გამოცემა Forbes-მა დათვალა, რომ მხოლოდ თავდასხმების პირველ ღამეს, 18 ივლისს, დრონებმა Wildberries-ის ორი დიდი საწყობი დაარტყეს მოსკოვის მახლობლად მდებარე ელექტროსტალში და ტამბოვის ოლქის კოტოვსკში. მხოლოდ იმ ღამეს, 18 ივლისს, კომპანიისა და მთლიანად რუსეთის დანაკარგები $2.5 მილიარდად არის შეფასებული. კიდევ ერთხელ, ეს მხოლოდ 18 ივლისის ღამეს ეხება. შემდეგ Forbes-ის ციტატას მოვიყვან. თავად კომპანიის დანაკარგების შეფასება ჯერჯერობით რთულია. ექსპერტების აზრით, საწყობების ართგენაზე დაახლოებით 30 მილიარდი რუბლის დახარჯვა იქნება საჭირო. ხოლო ფრთხილი, ხაზგასმით ვამბობ, ფრთხილი შეფასებით, იქ შენახული საქონლის ნაშთები 170 მილიარდ რუბლამდეა. ანუ ზარალის სრულად ანაზღაურებისთვის, თუნდაც წინასწარი შეფასებებით, საჭირო იქნება თანხა, რომელიც აღემატება მთელი კომპანია Wildberries რუსის წმინდა მოგებას, რომელიც 2025 წელს 175 მილიარდ რუბლს შეადგენდა. ანუ ყველაფერი, რაც 2025 წელს გამოიმუშავეს, აღდგენაზე მოუწევთ დახარჯვა. საწყობი ელექტროსტალში Wildberries-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური ცენტრი, რომლის ფართობი 250,000 კვადრატული მეტრია. ხოლო კოტოვსკში მდებარე 108,000 კვადრატული მეტრის საწყობი ექსპლუატაციაში შევიდა პირდაპირ გასულ წელს. და ეგ გაერთიანებულმა კომპანიამ Wildberries რუსმა, რომელსაც RWB-ს უწოდებენ, ექსპერტების შეფასებით თავისი სასაწყობე უძრავი ქონების თითქმის 10% დაკარგა. ხოლო ჩვენი ეს შეტევები ძალიან მარტივად და ადვილად აიხსნება. ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებენ, რომ შორი მოქმედების დარტყმები მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტებს ურთყამს, ხოლო თავდასხმული ჰაბები მტერმა აღჭურვილობისთვის გამოიყენა. დრონების და ნავიგაციური აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებით მომარაგება. მაშინ ვიტყვე, თუ რუსები უყურებენ და იტყვე, რისთვის დაარტყით, ეს თქვენ მოგიფიქრეთ. გახსენებთ, ეს ველური რუსი ოკუპანტები რამდენიმე თვეა ზედიზედ დაანადგურებენ ახალი ფოსტის ჰაბებს უკრაინაში. საფოსტო ჰაბებს. რა სიტყვით ამაზე? ანუ უნდა გავიგოთ, რომ ეს Wildberries-ის საწყობები არ არის სამოქალაქო საწყობები, როგორც ახალ კვირის რუსული პროპაგანდა, არამედ სამხედრო მომარაგების რგოლებია. ყველაფერი საქმეზეა და ზარალიც, როგორც ხედავთ, სოლიდურია. და სხვათა შორის რუსებს დაკარგული საქონლისთვის კომპენსაციას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს გადაუხადოს. ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კრემლსაც და მთლიანად რუსეთის ხელმძღვანელობას ჩვეულებრივი რუსი ადამიანი ფეხებზე ჰკიდიათ. ამიტომ მთავარი დასკვნა დღევანდელი დღისთვის ასეთია. უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახალი დარტყმის არეალი გახსნეს. ანუ რუსეთს უსაფრთხო ზურგი აღარ აქვს. მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში დარტყმები ერთდროულად ფართო გეოგრაფიულ არეალში განხორციელდა. მოსკოვის ოლქი ლიპეცკი, ლენინგრადის ოლქი, როსტოვი, ვლადიმირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გეოგრაფია საკმაოდ ფართოა. ეს უკვე აღარ არის სასაზღვრო ზონა, ეს არის ღრმა ზურგი. ზურგი არის ქვეყნის სამრეწველო და ლოგისტიკური გული. როცა ერთ ღამეში იწვის და იცით 40 კილომეტრში საზღვრიდან და 100 კილომეტრით ქვეყნის სიღრმეში. ეს ნიშნავს, რომ რუსებს ზურგი ძველი მნიშვნელობით აღარ დარჩათ. შედეგი: მოსკოვის ოლქი ბოლო 2 ღამეში. ეს არის დამწვარი Wildberries-ის საწყობები, გადაწული ნავთობაზა პოდოლსკში. დამწვარი ჰაბი სამხრეთის კარიბჭე, რომელიც პუტინის საფულესთან იყო დაკავშირებული, ასევე დაიწვა. ლიპეცკში. ხანძარი 2,500, ანუ 2500 კვადრატულ მეტრზე თბოელექტროსადგურ 2-სა და მეტალურგიულ კომბინატთან, რომელიც მათ იარარისთვის ფოლადს ასხამდა. და მოსკოვში. მეხუთე ღამე დრონების ქვეშ. შეჩერება დომოდედოვოსა და ჟუკოვსკში. როსტოვის ოლქი.
დამთვარი სადგური კამენოლომნიაში და 26 დაყონებული მატარებელი. ლენინგრადის ოლქი და ვლადიმირი. იქაც მოხდა. ზოგადად ზარალი განსაკუთრებით ვალდბერიზე უკვე მილიარდობით დოლარს აღწევს. ანუ უკრაინა. მეთოდურად გადააქვს ომი იქ, საიდანაც ის მოვიდა. ანუ რუსეთის უკანა ხაზებში. და ამას უკვე არა წერტილონად, არამედ ფართო არეალზე აკეთებს. თანაც ერთ ხამეში. ხოლო რუსები როგორც უგუნური ფარა, ისევ ვერ ხვდებიან რა ხდება საერთოდ. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.